ჩვენ საუბრობთ პირველ ყოვლისა სომხეთზე, კავკასიის რეგიონზე მთლიანად, მაგრამ სომხეთზე რა მოხდება, რა ხდება თუ გდებოთ ასე ვიტყვი, უკვე ხვალიდან სომხეთში, კერძოდ ჩვენ ვიცით რომ გაიმართება ევროპული პოლიტიკური სამიტი და შემდგომ სომხეთ ევროკავშირის პირველი სამიტი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისათვის? მოგესალმებით ირაკლი, მივესალმებ მაყურებელს. ისტორიაში სომხეთის დამოუკიდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება არის, როდესაც მთელი ევროპული კონტინენტის ლიდერშიპი, ხელისუფლებების წარმომადგენლობა, მათ შორის რა თქმა უნდა ევროკავშირის ლიდერებზე არის საუბარი, ჩადიან სომხეთში. პარალელურად თან დაიგეგმა პირველი ორმხრივი სამიტი ევროკავშირის სომხეთი, რომელიც თავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველად როცა ატარებს ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ხელმოწერილი იქნა, ესე იგი სომხეთსა და ევროკავშირს შორის და პარალელურად ჩადის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტით, რომელიც 11-მდე ჩერდება თუ არ ვწდებით 11 მაისამდე. და განსაკუთრებით უკვე ცნობილია, რომ ჩავა ქალაქ გიუმრიში, სადაც სომხურ-ფრანგული ურთიერთობების მიძღვნილი ძალიან დიდი ღონისძიება გაიმართება. ქალაქ გიუმრიში არის რუსული სამხედრო ბაზა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯდება გეოპოლიტიკური პრიზმაში. სომხეთი ამით მტკიცდება საკუთარ სუვერენიტეტში, საკუთარ მათ შორის მშვიდობის დღის წესრიგში. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჩადის ასევე სომხეთში. ასევე ჩადის ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრაქტიკულად რამდენადაც მე მახსოვს თუ არ ვწდები, გერმანიის კანცლერი არ იქნება ბატონი მერცი, თუ ისიც იქნება. ხო, ალბათონი მელონი იქნება და ასე შემდეგ. კონტექსტში შევსვათ გიორგი თუ ნებას მომცემთ, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებამდე პრაქტიკულად ერთი თვით. ადრე ეს პრემიერ ფაშინიანისათვის ივნისში არჩევნებია, ნიშნავს თუ არა ეს თუნდაც ირიბად იმას, რომ ევროპა მას უჭერს მხარს, ამას ხიათ ვერ გაახმიანებენ, რაც საკვირველია, მაგრამ ევროპისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს კურსი სომხეთისა იყოს შენარჩუნებული. ევროპა ისევე როგორც ამერიკა ღიად უჭერს მხარს ამ კურსის განსახიერება ცხადია, არის პრემიერი ფაშინიანი და მისი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც პრაქტიკულად გარანტირებული აქვს გამარჯვება. მეორე მხრივ, ამავდროულად არიან ოპოზიციური ძალები, ვინც იზიარებენ ამ ხედვას. პრობლემა უკავშირდება პრორუსულ ძირითად სამ მოთამაშე ოპოზიციურ ძალას, სამი ოლიგარქის ძალას, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით ყველაზე მსხვილი არის რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი, რომელსაც პირდაპირ პუტინმა საჯარო შეხვედრის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა. მათი დღის წესრიგი არის კონფრონტაციის აღდგენა რეგიონში, რუსეთის გავლენების ქვეშ აღმოჩენა საქართველოსთან ერთად, რასაც არ მალავენ. მათ შორის რობერტ ქოჩარიანი, პირდაპირ რუსეთის აგენტი, საუბრობს იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი მოგვარებულია, მხოლოდ სომხეთში არის დარჩენილი პრორუსული ხელისუფლების, ანუ მათი ხელისუფლების მოყვანა. თურმე ქართული ოცნება გამოდის, რომ გვიმალავს საერთოდ აქ რუსეთს რა დღის წესრიგი გააჩნია რეგიონში. კეთილი, თქვენ მართებულად შენიშნეთ, რომ სომხეთი რაც მახსენდება, ჩემი დაკვირვებითაც არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ევროპის კავშირის ცალკეული ლიდერები კი მთლიანად ბრიუსელი მოდი ასე ვიტყვი, ისე როგორც ცალკეული სახელმწიფოები, თუ მართებული სიტყვა თანხმდებიან საერთო მესიჯზე ან საერთო პოლიტიკაზე. ერთიც და მეორეც უჭერს მხარს, სწორედაც რომ ფაშინიან ჯეიდივენსმა პრინციპში ღიად თქვა ეს და ევროპელებიც ერთგვარად ღიად ან ირიბად იტყვიან უკვე ხვალზე ამას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია და აი მაგალითად უნგრეთში მსგავსი რამ არ მოხდა. უნგრეთში სხვაგვარი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იყო პროორბანული, ხოლო ევროკავშირი პრინციპში მაინც დანარჩენი ევროპა, მაინც ევროპას ორბანს უკაცრავად აკრიტიკებდა და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვა კითხვა არ ემზადება თუ არა და რამდენად სერიოზულია, კარაპეტიანი ახსენეთ თქვენ და სხვაებიც რა საკვირველია, რამდენად სერიოზულია რუსეთის დასუსტებული რუსეთის მდგომარეობა თუ მართებული სიტყვა სომხეთში რევანშისთვის ემზადებიან თუ არა და რას მიაღწევს რუსეთი თქვენი აზრით, ან რას დაკარგავს სომხეთი ემან რომ მოხდეს და რუსეთმა რევანში განახორციელოს? რუსეთის შემთხვევაში თუ რევანშს განახორციელებს, თქვენ ძალიან მართებულად თქვით, ეს არის კატასტროფა მთელი კავკასიის რეგიონისთვის. ეს ნიშნავს პრაქტიკულად საქართველოს და სომხეთის გუბერნიების სახით უკვე ჩაბეტონებას აი ამ რუსული ავტორიტარული ოლიგარქიული სისტემების, რადგანაც ნარეკ კარაპეტიანი, სამվել კარაპეტიანის ბიძაშვილი, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად არის, ღიად საუბრობს, რომ როგორც კი სამվել კარაპეტიანი ხელისუფლებაში მოვა, ბიძინა ივანიშვილთან მშვენიერ ურთიერთობებს დაალაგებენ და ააყვავებენ
საქართველოს, სომხეთს და რუსეთთან ურთიერთობებს აღადგენენ. ანუ არაფერს არ მალავს რუსეთი, ამიტომ აქ საკითხი წდება გეოპოლიტიკური, მათ შორის საკითხი წდება იმის საერთოდ დამოუკიდებელი იქნება თუ არა სომხეთი როგორც მოთამაშე, იმიტომ რომ მეორე ფლანგი ღიად საუბრობს რომ საერთოდ რუსეთის და ბელარუსის ერთიან სახელმწიფოში გაწევრიანება არის პერსპექტივა მათთვის. შესაბამისად, ეს თუ მოხდება საქართველოსთვის წარმოიდგინეთ რა შედეგები იქნება ჯერ პრორუსული ხელისუფლების ფონზე, მეორე თუ სომხეთი კიდევ უფრო პრორუსული გახდება, ეს რა თქმა უნდა პრობლემს შეუქმნის მათ შორის აზერბაიჯანს და ცენტრალურ აზიასაც და გასაგებია რომ ეს ცენტრალური აზია ძალიან საინტერესო ახსენეთ ახლა თქვენ ცენტრალური აზიის ცალკეულ სახელმწიფოებს რკინიგზა რაღა ახსენეთ როგორც სხვა მონაკვეთი ყაზახეთს განსაკუთრებული ინტერესი აქვს სომხეთის რკინიგზის მონაკვეთში აზერბაიჯანთან ერთად რასაკვირველია ინვესტიციებისგან ხორციელებისა ბარემ აზერბაიჯანზე გითხავთ რამდენად არის სასიცოცხლოდ დაინტერესებული თუ მართებული სიტყვა ეს საერთოდ გასაკვირად პრეზიდენტი ალიევი სომხეთში სწორედ ამ კურსის და შესაბამისად ფაშინიანის გამარჯვებით ამ კურსის შედარჩუნებით და ფაშინიანის გამარჯვებით ალიევი არ იქნება ერევანში ხვალზე მოსალოდნელიც იყო ჯერ ადრეა ასეთი ურთიერთობების დამყარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თუმცა თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს უკვე შემდგომ საბოლოო შეთანხმება შედგება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და საბოლოოდ დასრულდება ის რაც დაუსრულებელი გვეგონა ამ რამდენიმე წლის წინ აღარ ვლაპარაკობ 20-25 წელიწადს. კი ბატონო, აზერბაიჯანი ძალიან კარგად იაზრებს ჩემი აზრით და ვხედავ ამას ნათლად, მათ შორის მათი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მათ შორის სახელმწიფო არხის ინტერვიუ მივეცი და შესაბამისად ვხედავ მათ განწყობას მშვიდობის მიმართ, საერთოდ კავკასიის რეგიონში, საქართველოს მიმართაც და ჩემთვის ნათელია რომ აზერბაიჯანმა ასევე აირჩია ვაშინგტონის არის დღის წესრიგი. ეს არის ძალიან სერიოზული გარკვევა, ორივე ლიდერს ეკუთვნის შესაბამისი ასე ვთქვათ შეფასება პოზიტიური რომ ეს შეთანხმება დაიდო ვაშინგტონში და პირდაპირ უნდა ვთქვათ რაც დაიდო მაგის შემდეგ ორივე ლიდერი ძალიან თანმიმდევრული არის საკუთარ განცხადებებში და ქმედებებში. ცენტრალურ აზიასაც ძალიან კარგად ეს ესმის, აქ უნდა აღვნიშნოთ რომ მიუხედავად იმისა რომ საჯარო დისკუსია ეს არ ჩდება, გარკვეული სირთულეები საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებში იკვეთება ბოლო პერიოდში და შესაბამისად ყაზახეთისთვისაც სულ უფრო საინტერესო ხდება ტრიპის პროექტი, ისევე როგორც ვაშინგტონის და ევროკავშირისთვისაც. ანუ აქ ხედავენ, რომ რაც უფრო იზრდება პრორუსული გავლენა საქართველოზე, მით უფრო ნდობა საქართველოს მიმართ ბუნებრივად კლებულობს იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ლოგისტიკური მარშრუტებით ააგონ საკუთარი ლოგისტიკა. ყაზახეთს ისედაც აქვს რუსეთის გავლით ნავთობსადენი და ცდილობს დეცენტრალიზაციას. სწორედ ამიტომ ტრიპის პროექტი ასეთი ალტერნატივა ჩდება ახლა და ამიტომაც აზერბაიჯანსაც კი ესმის მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილთან სავარაუდოდ ივანიშვილი ცდილობდა გარკვეული გარანტიების მიცემას ალიევს დასავლეთში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაგრამ ვფიქრობ რომ ალიევსაც ესმის რომ დამოუკიდებლობის ხარისხი თბილისში არ არის ისეთი რომ ალიევი ახსენეთ და ფაშინიანი მანამდე იყო ჩამოსული აი თუ არასწორი სიტყვა მაგრამ მაინც რა ეს საქმე აი რა უნდოდათ აი როგორი ანალიზის გაკეთება შეიძლება ცალკე ფაშინიანს და ცალკე ალიევს თბილისში საქართველოს დედაქალაქში თბილისი ივანიშვილი ხომ არ იყო დაინტერესებული იმით რომ განსაკუთრებით ბატონ ალიევს რამ მესიჯი მიეტანა ოკეან გაღმა ან ევროკავშირის სივრცეში თქვათ იღწენებულ ფაშინიანს გეტყვით რომ თქვენი აზრი, თქვენი ინფორმაცია, თქვენი ანალიზი. კი ბატონო, ჩემი ინფორმაციით მათ შორის ვაშინგტონში და ბრიუსელში არაერთი გზავნილი ჩადის მეზობელი ქვეყნებისგან, ასე ვთქვათ, თბილისის თხოვნით, რომ გარკვეული იქნებ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ამას მეზობლები ვართ საბოლოო ჯამში და გასაგებია რომ მეზობლები ითვალისწინებენ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, კეთილმეზობლურ ლოგიკას, მით უმეტეს როცა სომხეთ და აზერბაიჯანზე არის საუბარი. და ორივე ქვეყნის მიმართ აშკარა არის ასეთი თბილისიდან თხოვნები გარკვეულწილად რომ იშუამდგომლონ ურთიერთობების აღდგენის კუთხით. თბილისი ადეკვატური უნდა იყოს. ერთია თხოვნა ეს მაქვს ანდილი სურვილი რომ დავალაგო პირობით ვლაპარაკობ არ ვიცი ურუგვაის ხელისუფლებასთან ურთიერთობა მაგრამ ერთი მე თუ არ ვიქნები ურუგვაის კონტექსტში ერთია თხოვნა და მეორეა რაღაცა კონკრეტული ქმედის ნაბიჯების გადადგმა რაც უნდა გადადგას თბილისმა ტრიპის პროექტში რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სულ აპარაკობენ რომ ტრიპის ეს გზა ხო ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის საქართველოს ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული თქვენ ყაზახეთის შესაძლო
ჩართო ახსენეთ. ეს კიდე გასაგებია, რამდენადაც ყაზახურ ტვირთებზია საუბარი, მაგრამ აი ტრიპთან მიმართებაში საქართველო როგორ შეიძლება მონაწილეობდეს. და მეორე კითხვა, ბარემ, არის თუ არა ტრიპი, რომელიც რასაკვირველია ირანი როცა დაწყნარდება ირანში ვითარება კიდევ უფრო შესაძლებელი გახდება მისი ამოქმედება ამოქმედება ამ გზის გაკვალვა ხო არის თუ არა ტრიპი ჩვენი შუადერეფრის ასე სახელდებას გავაკეთებთ თქვენის ნებართვით ალტერნატივა კონკურენტი ხომ არ ჩაგვანაცვლა ეს კითხვები უბრალოდ საზოგადოებაში ისმის ხომ არ ამოვარდით კონტექსტიდან ამავდროულად ჩვენ სავი ზღვის სახელმწიფო ვართ ამ რეგიონის და ჩვენ გარკვეული უპირატესობები ჯერაც გვაქვს მაგრამ მაინც თქვენი მოსაზრება კი ბატონო, ამ მომენტისთვის როგორც ჩანს ტრიპის პროექტი და ეს დახსენებია როგორც პრეზიდენტ ტრამპის ცენტრალურ აზიის პრეზიდენტებთან შეხვედრის დოკუმენტში ნოემბერში იყო გასული წლის, ასევე ევროკავშირის EU Global Gateway პროექტში, რომ სწორედ ტრიპი არის პრიორიტეტული ამ მომენტისთვის. მე ვფიქრობ, რომ არა გეოგრაფიულად, არამედ სწორედ პოლიტიკურად, რადგანაც თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმაც ჩათვალეს, რომ იქ არც რუსეთი, არც ჩინეთი, არც ირანი არანაირი ფორმით ამაში არ არის ჩართული და ჩართულია ვაშინგტონი და ოპოზიცია სომხეთის მათ შორის რუსი ოლიგარქი პირდაპირ საუბრობს იმაზე რომ რუსეთი და ჩინეთი და ირანიც უნდა მოიცვიონ ტრიპში რაც ნიშნავს ტრიპის პროექტის დასრულებას ანუ არჩევნები არის გეოპოლიტიკური ამ კონტექსტში საქართველოს ჩვენ ხედავთ რომ მაინც ჩინეთისკენ იხედება იმ პირობებში როცა ჩინეთი არის რუსეთის მოკავშირე ჩვენ ხედავთ მათ შორის უკანასკნელ ვიზიტებს და ზოგადად იმას რომ საქართველოს უახლოვდება ჩინეთს სწორედ აქედან გამომდინარე დასავლეთი არ არის დაინტერესებული ამ მარშრუტში, მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ცდილობს, აი შეინარჩუნონ ქართული ოცნება ცდილობს, შეინარჩუნონ ის ხარისხის დიქტატურა, რომელსაც ახლა ამკვიდრებენ. შიდა დიქტატურა ქვეყანაში. და პარალელურად business as usual, რასაც ქვია, გააგრძელონ დასავლეთთან. შესაბამისად, სწორედ ამას ხედავთ, რომ დასავლეთი ამას არ აღიარებს და ტრიპი ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ასევე გვეხმარება ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ასე ვთქვათ, ისეთ პირობებში არ აღმოჩნდეს დასავლეთი, რომ იძულებული იყოს თუნდაც ცენტრალურ აზიაში გასასვლელად, მას ევაჭროს მათ შორის ქართული დემოკრატიის ხარჯზე. ამიტომ დროებითი მექანიზმი ამ ტრიპის მეშვეობით საშუალებას გვაძლევს, რომ ივანიშვილის პირობები არ მიიღოს დასავლეთთან, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ამერიკელები და ეს ზუსტად ვიცი, გვთავაზობენ ტრიპში ჩართვას. ტრიპი ხო არის ტრამპის მარშრუტი. ანუ შუა დერეფანი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა ახლა საქართველო და სომხეთი, გვთავაზობენ, რომ ჩვენც, მათ შორის ჩვენი უნიკალური შესაძლებლობით ანაკლიის პორტი, ზღვაზე გასასვლელი ინტეგრირდეთ ტრიპის პროექტში. ანუ უარი თქვათ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ამ პოლიტიკურ კონტექსტში. მაყურებელს გარუმარტოთ 49%-ია ანაკლიაში ოღონდ ცენტი კი არა აქვს გაღებული ჩინეთს ეს საერთოდ სანქცირებული კომპანიაა, მაგრამ მაინც ცენტიც კი არ გადაუხდია და ახლა რამდენადაც ერთი ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში საკმაოდ არეულია ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ჩინეთის მთავრობას ან ჩინეთს შორის, ინვესტორს შორის, იმიტომ რომ ისინი წარმოუდგენელი შესრულებას ტვირთების დაზღვევას და სახელმწიფოს მიერ მეტი ვალდებულებების აღებას ითხოვენ. კობახიძე არ იყო ბოლომდე გადაწყვეტილი, მაგრამ კობახიძეს იქნება ევროკავშირში მე ვერ გეტყვით რამდენად განმარტოებული იქნება, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით რა აქვს სათქმელი კობახიძის მაგალითად ბრიუსელის ჩინოვნიკებისათვის კი არა პოლიტიკური განწყობილების მიღებებისათვის და ასევე მათ რა აქვს სათქმელი აი თქვენი მოსაზრებით რამდენად მარტო იქნება ამგვარ ფორმულირებას გავაკეთებ ბატონი კობახიძე ეცდება რა თქმა უნდა მისი და ნიკოლ ფაშიანის ურთიერთობების გამო სულ მარტო არ იყოს იმ გარემოში ბუნებრივია გარკვეულ ადამიანებთან ექნება კომუნიკაცია თუმცა ეს კიდევ ერთხელ იქნება მისთვისაც დასტური რომ ამ მომენტისთვის დემოკრატიის და ევროპული ინტეგრაციის ცენტრი რეგიონში არის სომხეთი და ეს არის კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი კობახიძის ქმედებების შედეგი საქართველოს საზიანოდ ქმედებების შედეგი ასე რომ დაინახოს თვითონ როგორ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და ამ შემთხვევაში სომხეთმა ძალიან კარგია რა თქმა უნდა რომ წინ მიდის მაგრამ რამდენად სწრაფად გაგვასწრო ამ ყველა პროცესში სწორედ იმიტომ რომ ქართული ოცნება აზიანებს ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს მაშინ როდესაც ჩვენ შეგვეძლო მათ შორის ტანდემში გაცილებით უფრო მეტი და უფრო სწრაფი ძალიან დიდი მადლობა ტანდემზე როცა გაამახვილეთ ყურადღება ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები ამ სწორედ ტანდემის საკითხს მანამდე თქვენის ნებართვით კი ყველაფერი
ისია როგორც ბრძანებთ, მაგრამ აქვს კი სომხეთს ერევანს შანსი თბილისის საქართველოს გარეშე. მე მესმის რომ ის წინ წაიწევს ბევრ ბენეფიტს მიიღებს რეფორმების გათვალისწინებით და ადეკვატური პოზიციის გათვალისწინებით. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებას რომელიღაც ეტაპზე, რომელიც 2013-14-ში უნდა მიიღო, მაგრამ იქ რაც მოხდა, ყველას ახსოვს თუ იქ და თუ უკრაინაში, მაგალითად მიიღებს უვიზო რეჟიმს და ასე შემდეგ ბევრ ბენეფიტს, მაგრამ ეს თითის სარგებლობთ ჩვენ და იმედი მაქვს რომ ვისარგებლებთ კიდევ და დიდი ხანიან სულ, ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბებია, მაგრამ ჩვენი მიზანი, ამოცანა მიზანი იყო მაინც ევროკავშირში როგორც სივრცეში მოქცევა. და აი ევროკავშირში როგორც სივრცეში ჩვენ ვერ ხვდებით. ხო სწორში გაფართოების ახალი ტალღა როცა იქნება 28, 29, 30, ხო სულ მაქსიმუმ 30 ვერ ხვდებით, იმიტომ რომ 28 ნოემბერს 2024 წლისა კობახიძემ თქვა ის, რაც თქვა, ბაკაბოჭორიშვილი კი დღეს ამბობს, არ უთქვამსო, მაგრამ საბოლოო ჯამში არქივი ყველაფერს ინახავს. სომხეთს აქვს თუ არა შანსი საქართველოს გარეშე, ანუ ჩვენ ტანდემში ვართ, ისე ამ სიტყვას მიუბრუნდი, თუმცა საქართველოს გარეშე სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი არ გააჩნია. და ეს იციან ძალიან კარგად მოსკოვში და ეს იციან ძალიან კარგად რუსეთში, უკაცრავად თბილისში რუსეთის წარმომადგენლებმა. ჩვენს პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში მოსკოვში არ შეგჭირია. კი ბატონო, ასე რომ მოსკოვში იციან ძალიან კარგად და სწორედ ამიტომაც საქართველოს მეშვეობით ბლოკავენ ჩვენი ორივე ქვეყნის პერსპექტივას. თურქეთის გავლით, რა თქმა უნდა და მე იმედი მაქვს მალევე გაიხსნება საზღვარი, როგორც კი არჩევნებში ფაშინიანი გაიმარჯვებს, ხელს მოაწერენ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას კონსტიტუციის შეცვლის შედეგად. თურქეთთან გაიხსნება საზღვარი, ეკონომიკური დამოკიდებულება ივანიშვილის რეჟიმზე შემცირდება და სომხეთი ევროპასთან უშუალოდ ივაჭრებს, იმიტომ რომ რუსეთი უკვე იწყებს სასანქციო პოლიტიკას პრაქტიკულად სომხეთის წინააღმდეგ, იქ უკვე ჯერმუკი აკრძალეს, ეს ჩვენი ბორჯომის მსგავსი მინერალური წყალია და 2008 წელი მეორდება, რაც საქართველოს 2006 უკაცრავად, რაც საქართველოში ზუსტად მოხდა, ასე რომ არაფერი ახალი სანქციები რაც იყო საქართველოში. არაფერი ახალი ამაში არ არის, ამიტომაც სომხეთს რა თქმა უნდა ევროპასთან ვაჭრობა, დაახლოება, სტანდარტების გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ საქართველოსთან ერთად პოლიტიკური ინტეგრაცია არ შეუძლია. ძალიან კარგია რომ ასე მიპასუხეთ და მადლობა ამ პასუხისთვის, იმიტომ რომ ახლა ნახეთ როგორი ფორმულირებით უნდა დავსვა კითხვა. ოდესღაც იყო და არ მინდა შემეშალოს თუ არ ვწდები წინა კანცლერმა შოლცმა და შესაძლოა მაკრონმა, არ მინდა შემეშალოს, თქვა ამგვარი ისტორიული წინადადება. ლისაბონში იწყება დროშის ჩარჭობა, ეხლა მე გადავაკეთე და თბილისში ჩაერჭობა, ლისაბონიდან თბილისამდე გადმოიჭიმება ევროკავშირი. მაშინ ერევანი, სომხეთი არც იყო ხსენებული. მე უკვე შეგვეძლო სხვაგვარადაც გვეთქვა, ხო, ლაგოდეხში ან უკიდურეს საზღვარზე ჩაერჭობა ევროკავშირის დროშა და ჩვენ აქტუალებულები ვიყავით. მაგრამ პრინციპში მაშინ უკვე დაისახა და დღემდე არის ეს სიტყვა ძალაში, რომ 2028 არა, 30 წელი იქნება გაფართოების ახალი ტალღა. აუცილებლად მოხდება, მაგალითად, უკრაინა, მაგალითად მონტენეგრო, მაგალითად მოლდოვა, მაგალითად მონტენეგრო. და არის კი 30 წელი მაგალითად ალბანეთი. ხო, არის თუ არა 30 წელი გაფართოების ბოლო ტალღა. იქნება და იმის გამო რომ სომხეთი ადეკვატურია და ადეკვატურია მოცემულ ეტაპზე, კიდევ ერთი გაფართოების ტალღა ჩვენ გველის 32-ს პირობითად 32-ში, 34-ში. არა, რასაკვირველია ჩვენთვის უმჯობესი იყო რომ ვიყოფილიყავით ერთ კალათაში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მაგრამ რაღაცი ვერ ხერხდება, საბოლოოდ ხელჩასაქმნებია კი ეს ამბავი თუ შესაძლოა არც უნდა ამბობდე ამას, მაგრამ კიდე რაღაც სხვა იმედებიც ჩნდება და რჩება. ნამდვილად ჩნდება და მე ვფიქრობ, რომ გარკვეული მომენტი შეიძლება დადგეს, როდესაც ჩვენ შევძლებთ ერთობლივად სწრაფად გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩამორჩით, ესე იგი, მოლდოვას და უკრაინას ამ პაკეტს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენს გამო ხომ არ მოხდა ეს ქართული ოცნების გამო, რომელსაც ჩვენ პოლიტიკური გაგებით ვებრძვით ყველა ხერხით ქართულ საზოგადოებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ ის რომ დღეს სომხეთი, რომელსაც რუსეთთან საზღვარი არ გააჩნია და ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს იმ კონტექსტში, რომ
გააზარდოს საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხი პირდაპირ ესე იგი რისკების გარეშე ზურგს გაგვიმაგრებს სომხეთი ამ მიმართულებით მინიმუმ შეინარჩუნებს ევროკავშირის ყურადღებას ჩვენი რეგიონის მიმართ ამიტომაც მე ვფიქრობ თბილისში ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მათ სურთ რომ სომხეთში ფაშინიანი დამარცხდეს და რუსი ოლიგარქი მოვიდეს ხელისუფლებაში ხოლო ქართველი ხალხისთვის მომგებიანი არის რომ ფაშინიანი დარჩეს ხელისუფლებაში და იყოს ჯერ ერთი მშვიდობა მეორე მხრივ კიდე ევროპული ინტეგრაცია იყოს და ამიტომ ევროპის ინტერესი აქ რომ იქნება საქართველოს გარეშე მაინც ეგ ვერ იქნება და ზუსტად გეტყვით რომ ევროპელები ამას ძალიან კარგად იაზრებენ მათი გაცვლა და ერევნის გაცვლაც იყოს სხვა ერევანმა სტრატეგიული პარტნიორობა თბილისთან რომ გააფორმეს იქ წერია მხარეები იზიარებენ ერთობლივ ევროპულ ღირებულებებს ამის მერე ყობახიძემ უღალატა და ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აი ამ დოკუმენტს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს და ერევანში რა თქმა უნდა იაზრებენ რომ საბოლოო ჯამში ასე არ უნდა ყოფილიყო მათი გაცვლა იყო პირდაპირ რომ საქართველოს როცა მიიღო კანდიდატის სტატუსი ფაშინიანმა პირდაპირ თქვა ჩვენ გვეხსნება გზა ევროპისკენ ჩახურეს ეს გზა სპეციალურად მოსკოვიდან და ამავდროულად ისიც უნდა ვთქვათ რომ ბოლოს რო ფაშინიანი იყო თბილისში პირდაპირ თქვა რომ ჩვენ საქართველოს ვუსურვებთ სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას რაც ძალიან ბევრის მთქმელია მე 10 აპრილს დავბრუნდი უნგრეთიდან ბუდაპეშტიდან ანუ არჩენებამდე 2 დღით ადრე ბუდაპეშტის ცენტრში და არა მხოლოდ ცენტრში როცა გამოივლიდი იქ ყოველ 5 მეტრში იყო ზელენსკის არ მინდა ვთქვა რომ სისხლიანი მეთქი მაგრამ ზელენსკის პლაკატი და მადიარი და ზელენსკი უნგრეთს ითრევენ ომში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სლოგანი აწუხე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა ორბანისა ორბანი დამარცხდა ფაქტია აი სომხეთში რამდენად აღებივებენ ამ შიშებს იმის თაობაზე თან არ დაგვავიწყდეს რომ სომხეთში რუსებს ოფიციალურად აყავთ აი ხსენებული გიუმრის აქვთ გიუმრის ბაზა ამგვარი რუსული გზავნილები მათ შორის სომხურ გვარიან რუსებს აქვს თუ არა ხსენებულ კარაპეტიანს და არა მხოლოდ აშინებენ თუ არა ეს არის ბოლოს წინა კითხვა და უკვე შემდგომი მათი ძირითადი ნარატივი უკავშირდება რომ რუსეთთან იქნება ეკონომიკური ომი და უკვე აქეთკენ არის ნაბიჯები სწორედ მოსკოვიდან უკავშირდება სწორედ რუსეთთან ჩანგრეულ ურთიერთობებს და რაც შეეხება ესე იგი აზერბაიჯანთან ურთიერთობის კონტექსტს ძირითადად სპეკულირებენ ყარაბახის თემით სპეკულირებენ თურქეთთანაც მტკივნეული წარსულით და ასე შემდეგ ანუ ეთნიკური რელიგიური ფაქტორების გამოყენება პრინციპში საკმაოდ კლასიკური სცენარი არის პრემიერი ფაშინიანი ღიად ამბობს რომ ეს ხალხი ვინც აი ამ ოპოზიციურ ძალებს გულისხმობს ვინც ღიად ამბობს რომ გადახედავენ სამშვიდობო შეთანხმებას ვაშინგტონის პრაქტიკულად ქვეყანა მიყავთ ომისკენ და განსხვავებით ჩვენი ნარატივებისგან აქ საკმაოდ ლოგიკური პროცესია თუ სომხეთი უარს იტყვის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისგან მათ შესაბამისად აზერბაიჯანიც და ისევ განახლდება კონფლიქტის ლოგიკა რა თქმა უნდა პირდაპირ შეიძლება ომზე არ ვისაუბროთ მაგრამ კონფლიქტურ ლოგიკაში დავბრუნდებით ამიტომ აქ რეალურად პროცესი იყოფა ორ ნაწილად ვაშინგტონის შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები და ვაშინგტონი აქ არის მშვიდობის მყოფელი ხოლო რუსეთი ვიცით რომ ყოველთვის იყო კონფლიქტის მხარეს ყარაბახის კონფლიქტში ვგულისხმობ არა სომხეთის არა აზერბაიჯანის არამედ კონფლიქტის მხარეს ამიტომ პრემიერი ფაშინიანის მთავარი ლოზუნგი არის მშვიდობა ოღონდ ეს რადიკალურად განსხვავდება ქართული ოცნების ნარატივებისგან ამ შემთხვევაში და ბოშე კლუბთაფტი რომელიც მათ შორის მადიარის და უკაცრავად ორბანის ასე თქვა კარაპეტიანთან ერთად არის კი ბატონო კი ბოლო კითხვა პრინციპში ორი კითხვის გაერთიანება შეიძლება რა როლს თამაშობს თვითონ ქართულ Facebook სივრცეში თითქოს დიდი ამბავი ატყდა ამ პროცესში ახლა უკვე ფაშინიანთან ოჯახ აღდგენილი ქალბატონი ანა ფაშინიანი თუ არ ვწდები სხვა გვარს ატარებს და მოკლედ მეუღლე ნიკოლ ფაშინიანისა და რამდენად ნეგატიურ როლს თამაშობს სომხეთის სამოციქულო ეკლესია ვიტყვით რომ დიდი საჯარო გამოხმაურება მაინც მათ საოჯახო საკითხს არ აქვს და არის გარკვეულწილდნენ და მე კი ბატონო თუმცა პოზიტიური არის გარკვეული გიუმრიშიც ახლდა რამდენად კი ბატონო გიუმრიში ახლდა და შესაბამისად საჯარო დეტალებში არ მიდიან რაც ვფიქრობ რომ სწორია უბრალოდ ფაქტია რომ ანუ ეხლა უკვე ერთად ისევ გამოჩნდნენ და სავარაუდოდ ყველაფერი ამ ოჯახთან დაკავშირებით უკეთესობისკენ მიდის რაც
სომხურ საზოგადოება ამას პოზიტიურად უყურებს. წინასაარჩევნო ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, ასეთი პროცესები როცა ხდება და ამაზე იყო სომხურ საზოგადოების მსჯელობა, რომ იქნებ დააზიანოს პრემიერი ფაშინიანის რეიტინგი, ასე რომ სავარაუდოდ არ დააზიანებს. და რაც შეეხება სამოციქულო ეკლესიის ლოგიკას, იქ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან პირდაპირ მისი აგენტურის მეშვეობით არის ჩართული ამ პროცესებში. რუსეთი ღიად სომხებისგან იცავს სომხურ ეკლესიას, იქაურ ადმინისტრაციას გულისხმობ, ანუ ძალიან აქტიურად მარია ზახაროვა, იქ ლავროვი და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ღიად გვაჩვენებენ, რომ ესეც მათი დასაყრდენი არის ერთ-ერთი. რეალურად პრემიერ ფაშინიანს საკუთარ პროგრამაში აქვს სომხური ეკლესიის ასე ვთქვათ პრორუსული ხელმძღვანელობის შეცვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ. გიორგი ტუმასიანი, ჯერ საქართველო, იყო ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ გიორგი, ეს იყო საინტერესო სტუმარი ჩვენი. მე მას წარმატებას უსურვებ ჩვენ რეკლამის შემდეგ.